აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირობაზე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც ისაუბრეს, რომლებიც მუხათგვერდის მთა სასაფლაოზე მივიდნენ და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ აგვისტოს ომზე, მის თანმდევ პროცესებზე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მუხათგვერდის მთა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა. სხვადასხვა ეპოქებში ჩვენ ყოველთვის ყავდა გამორჩეული გმირები, გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც მაგალითი იყვნენ ჩვენი საზოგადოების. სწორედ ჩვენი აგვისტოს გმირი ჯარისკაცები არიან თითოეული ჩვენგანის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, გავკარგეთ სოფლები, ადამიანები და სამწუხაროდ ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ მინდა საზოგადოებას განუცხადო, რომ დღეს როგორც არასდროს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, მას ჰყავს თავისუფალი ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო გაერთიანდეს, ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული პოლიტიკა, სწორედ ეს პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით მოვახერხოთ ჩვენი ოსი და აფხაზი დაძმების შემორიგება. 18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად ის უმძიმესი დღეები და რა თქმა უნდა ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. მათი მაგალითი უნდა იყოს განსაზღვრელი, რა თქმა უნდა, თაობებისთვის. მათი პატრიოტიზმი იყო სამაგალითო, არის სამაგალითო და რა თქმა უნდა ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მათი ოცნების ასახდენად. დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი დღეა, უმძიმესი დღეა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ერთ-ერთი სიამაყის დღე. სიამაყის დღე იმ ადამიანებით, იმ ვაჟკაცებით, იმ ჯარისკაცებით და იმ თითოეული ადამიანით, რომელმაც გასწირეს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი სამშობლოს დასაცავად. ზუსტად ასეთი ადამიანების სიმტკიცეზე, ზუსტად ასეთი ადამიანების თავდადებაზე საკუთარი სამშობლოსათვის დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი ეს არის ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი. რეჟიმის, რომელმაც საქართველო მაშინ ამ ომში შეიყვანა, რომელმაც შემდეგ დაჭრილი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, მშვიდობიანი მოსახლეობა ბრძოლის ველზე მიატოვა. გახსოვთ თქვენ 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს ხდომა, სადაც სააკაშვილი, ბოკერია, მაშინდელი უშრობის საბჭოს წევრები პირდაპირ მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მტერს ებრძოდნენ, ბრძოლის ველზე ეცემოდნენ, როდესაც ჩვენ მოსახლეობა მიტოვებული და შეტოვებული იყო ბრძოლის ხაზს მიღმა, მათი ხით-ხითი, ხორხოცი და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს იყო ის სურათი, რაც მაშინ თელმა საქართველოს დავინახეთ. ეს ომი არ იქნებოდა მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში, რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი და მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ძალა. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობისათვის მზად, რამე თუ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, ძლიერი და ლაღი. ვინც როგორ არ უნდა ხელი უშალოს ამ თემას. დღევანდელი დღე არის ის დღე, როდესაც მთლიან საქართველოში არის ტკივილი, ნაღველი და განცდა.
და მე მეწოდება ის ადამიანები, ვინც ქურდულად იპარებიან და უსამძიმრებენ ამ ადგილს თავის ქვეყანას და თავის სამშობლოს. მე მგონი თითოეულს უნდა კონდეს და იყოს იმის ღირსება, რომ ყველა ერთად ერთ ვარამში ჩავდგეთ. დღემდე ცოცხალია ის ტკივილი, რომელიც ჩვენი გმირების, ჩვენი სამოქალაქო მოსახლეობის სიკვდილმა გამოიწვია, მაგრამ განსაკუთრებით ტკივნეულია, რომ ის მიზანი, რომლისთვისაც ისინი იბრძოდნენ, დღემდე არ არის აღსრულებული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერ კიდევ დარღვეულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩვენი გმირების სისხლთულად არ არის აღურელი და აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი და ერთად ვიცხოვრებთ ქართველები, აფხაზები, ოსები საქართველოს ყველა მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში.